ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთავის მეხუთე დაწესებულებასთან, ქალთა კოლონიასთან, იქ სადაც ქართული ოცნების რეჟიმად გამოცხადებულ ხელისუფლებას პოლიტპატიმარი ქალები ყავს გამოკეტილი, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტად დასაქმებული კაცი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, ეს ჯერჯერობით უცნობია. მოლოდინები მზიას შეწყალებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებების შემდეგ გაჩნდა პოლიციელი ირაკლი დგებუაძე, რომელსაც ღირსების შემლახავი შეურაცხყოფილი ქმედებების გამო პასუხად მზია ამაღლობელმა სილა გააწნა. რამდენიმე დღის წინ საპოლიციო მაღალ თანამდებობაზე დააბრუნეს. ირაკლი დგებუაძე, რომელიც 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ ჩნდებოდა ქუჩაში, ვერ გამოდიოდა გარეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთა სამმართველოს ხელმძღვანელად დაანიშნეს, ანუ კაცი, რომელიც სასამართლოში მივიდა და თქვა, რომ ჟურნალისტი ქალის მიერ გაწრილმა სილამ მას ტკივილი გადაცდევინა, ლოყა აუწითლდა, ახლა ორგანიზებულ დანაშაულსა და კრიმინალს უნდა ებრძოლოს. ეს გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომელიც ძალოვან უწყებაში მიიღეს რუსთავის მეხუთე დაწესებულებასთან. ახლა მზია ამაღლობელის კოლეგები არიან შეკრებილი, მათ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ მზიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა მცირე იმედს მაინც იტოვებენ, რომ დღეს დასრულდება სწორედ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა. განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ მცირედი მოლოდინი და პროცენტი იმის, რომ შეიძლება დღეს დასრულდეს მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობა მაქვს და ვართ აქ და ველოდებით, რომ შეიძლება ეს ასე მოხდეს. ძალიან რთულია ჩემთვის ახლა იმის განჭვრეტა სიტუაციურად და პოლიტიკურად, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეს ქართული ოცნებისთვის, ან სურთ თუ არ სურს. მე რაც ზუსტად ვიცი დაბეჯითებით, მზია არის უკანონო პატიმრობაში და მზია უნდა იყოს თავისუფალი. მე როგორც ვიცი, მზიას მოლოდინები არ აქვს, ამაზე არ საუბრობს. ჩვენ აქ სხვა კოლეგებთან ერთად თქვენს შორის გავართ აქ ციხის კარებთან და ველოდებით, მაგრამ არ ვიცით რას ველოდებით, იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არანაირი არც წინასწარი, არც არავითარი, უბრალოდ ვინაიდან ვიცით, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით როგორც წესი არსებობს ტრადიცია, რომ პრეზიდენტები გამოსცემენ ხოლმე შეწყალების აქტს სხვადასხვა პატიმრებთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს ყოფილიყო პოლიტიკურად მიზანშეწონილი მათთვისვე, ქართული ოცნების ხელისუფლებისთვისვე, რომ გამოეშვათ უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი პატიმარი ისტორიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასევე რომელსაც ახლა ყველა სულ რომ მართლა დამნაშავე იყოს, ყველა იმ პირობას აკმაყოფილებს, რომ ეს აქტი იყოს მის მიმართ გამოცემული, თუმცა ცხადია, არავით არ შეწყალების მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მზიას მხრიდან არც თვითონ არ განიხილავს პირველ რიგში, ანუ მე რა უნდა განვიხილო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რათა ეჩვენებინა, რომ რაღაც ყოველგვარ ფარგლებს ადამიანურობის მიღმა მაინც არ არის გასული და არ ვიცი, ვნახოთ. ამ დრომდე შეწყალების აქტი არ გამოქვეყნებულა არა და პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიხეილ ყაველაშვილს ზუსტად 1 წლის წინ ამ დროს უკვე შეწყალების აქტი გამოცემული ჰქონდა, მაშინ 613 პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტად დასაქმებულმა კაცმა, რატომ აჭიანურებს დღეს ქართული ოცნების პრეზიდენტი გამოაქვეყნოს შეწყალების აქტი. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ უცნობია. პირველებმა დღეს ქართული ოცნების წევრებს ვკითხეთ, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი შეიწყალოს სინდისის პატიმრები, შეიწყალოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ინდივიდუალურად ერთპიროვნულად იღებს ყაველაშვილი გადაწყვეტილებას, არ ამბობენ, იყო თუ არა გუნდში რაიმე კონსულტაციების შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს დანამდვილებით ამბობენ ქართული ოცნების წევრები, აცხადებენ, რომ ის ვინც მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, მას შეწყალება შეეხება. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სინდისის პატიმრები არ აღიარებენ დანაშაულს, ამბობენ, რომ ისინი უკანონოდ არიან ციხეში გამოკეტილი, არც ერთ მათგანს შეწყალების თხოვნით ყაველაშვილისთვის თავად არ მიუმართავს, თუმცა ის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის, კანონის მიხედვით პრეზიდენტად დასაქმებულ მიხეილ ყაველაშვილს აქვს უფლება მიმართვის გარეშეც შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც
აღიარებენ საკუთარ დანაშაულს, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად მოინანიებენ საკუთარ დანაშაულს, ასეთი იმ ადამიანებისგან ყოველ შემთხვევაში, რაზეც თქვენ მეკითხებით, ასეთი ჩვენ არაფერი მოგვისმენია, მაგრამ ნახოთ, პრეზიდენტის გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში კონსტიტუცია იქნება, არ იქნება, იყო თუ არ იყო, საბოლოო ჯამში ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ვის შეიწყალებს, რატომ შეიწყალებს და კონკრეტულ მომენტში ვის შეიწყალებს. მე ვერ გეტყვით ამ ინფორმაციაზე, არაფერი არ მაქვს. არ მაქვს, მე არც მიღია მონაწილეობა და არც ასეთი რამ არ გამიგია ჩემი კოლეგებისგან. როგორ თქვენ შეიწყოს თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა ადამიანები როგორც დააკავეს აქციაზე და ხუჩარის მე ვერ გეტყვით. აქ ჩემი აზრი აბსოლუტურად არანაირი რელევანტური არ არის, არანაირად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია, მას აქვს ექსკლუზიური უფლება საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს ამა თუ იმ ადამიანის შეწყალება. ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და მე მას გავაკრიტიკებ, არ გავაკრიტიკებ, რაღაცას მოუწოდებ თუ არ მოუწოდებ, აბსოლუტურად არ არის რელევანტური ამ წუთში. როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას, ის ბევრ რაღაცას უყურებს, ბევრ ფაქტორს უყურებს, მაგრამ უპირველესად თავადაც ეს დაასახელა, უპირველესად ის უყურებს, რამდენად აღიარებენ ამ დანაშაულს. შეწყალების ეს ჰუმანური აქტი არსებობს იმისთვის, რომ ოდესაც ადამიანი შეინანებს თავის საქციელს და ის ითხოვს შეწყალებას, ხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს განხილული ეს საკითხი. და ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ადამიანები იქიდან იმუქრებიან, რო გამოვალთ, იმაზე მეც გავაკეთებთ, ვიდრე აკეთებდნენ. მე ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მაქვს, თუ არის განსხვავებული მოსაზრება და განცხადებები სინანულზე ეს გითხარით, ეს ერთი ფაქტორი. პატიმარი ამბობს, რომ ის არათუ დამნაშავე არ არის, არამედ რო გამოვა, უარეს გააკეთებს, ნუ ახლა ეს არის დისკრეციული რუსთავის მეხუთე დაწესებულებაში მოთავსებული პოლიტპატიმრებიდან სინდისის პატიმრებიდან ახლა მიხეილ ყაველაშვილს მხოლოდ ორი შეწყალების შესაძლებლობა აქვს. ეს არის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და სინდისის პატიმარი ანასტასია ზინოვკინა, რადგან მათ მსჯავრი უკვე აქვთ. სხვა სინდისის პატიმრები, რომლებიც ამ დაწესებულებაში არიან გამოკეტილები, მათვით მსჯავრი ჯერჯერობით არ დაუდიათ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მათ საქმეებზე არ მიუღიათ, შესაბამისად არ არსებობს ფორმალურადაც კი შესაძლებლობა რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, სხვა პატიმრებთან დაკავშირებით იმსჯელოს მიხეილ ყაველაშვილმა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ საერთაშორისო მაღალი ტრიბუნებიდან არაერთხელ გაჟღერებულა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნა, როგორც მედია ორგანიზაციების, პოლიტიკოსების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. წელზე მეტია, რაც მზია ამაღლობელი საპატიმროში არის გამოკეტილი, დასრულდება თუ არა დღეს მისი უკანონო პატიმრობა, ჯერჯერობით უცნობია. ამ დრომდე მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტი არ გამოუცია.